იქან. ხო. ასე შემდეგ, არა. თქვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნისათვის სტრატეგიულ, ესე იგი, სიტუაციაში ამ ხალხმა ფეხებზე დაიკიდა, ესე იგი, ქვეყნის მომავალი და ინტერესები და როდესაც ესე იგი, კიდე დადგება ესეთი მომენტი, მე გაერთიანდებია? გამორიცხულია, ბატონო დავით. ეხლა ყველაფერს მიმართვევინებთ, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენთვის და მეცით, ხო და როგორ ხდებოდა და რა ხდებოდა და ახლა აი შეხვაში მაშინ ისე აღმოჩნდა რომ ესე ყველაზე სულელი მიაღმოხსი ესე იგი გადაში ჩილად რომ ქვეყნის გულისათვის ესეთი რაღაც ნაბიჯი გადავდგი დაშინ სულ ჭკვიანები არიან იმის შემდგომ ომი იყო ეხლა სხვადასხვანები გამომწანი ძალებით სასწავლებლო და საზოგადოება სხვანაირად ვიფამს რეალობას საქმე იმაში გახლავთ ბატონ დავით რომ მე რამე ვიცი რომ გამოცდილება რომელიც ახლა დაგროვდა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ იძლევა მის საშუალებას რომ არსებული პოლიტიკური სპექტრზე დაყრდნობით რამე სერიოზული ცვლილება მოხდეს ქვეყანაში ეს ისიან დასავლეთია თქვენ რა გონიათ სააკაშვილის მოშორება დიდი ხანია უნდა დასავლეთში და არავინ რატო არ ლაპარაკობს იმაზე რომ რატო არ დაუჭირა დასავლეთმა ამ არსებულ ესე იგი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ყველაზე აქტიურ ნაწილს ხარ რა მოხდა აი ვინმე დასვას ეს კითხვა რა ამდე ერთი გამაგებინეთ ერთი თუ მაგალითად ოპოზიცია ერთიანი იყო ყველა მომენტში ყველაზე კრიტიკულ მომენტში რატო გაიშალდნენ ესე და გაიფანტნენ და ყველა მსახიობად რატო მიყარაკენჩი ამაზე რატო არ იქნება კითხვა აი ჩვენი უბედურებაც ეგ არის ბატონო დავით რომ 2013 წლის ვარდების რევოლუცია არ არის გაანალიზებული და შეფასებული სინამდვილეში რა მოხდა 7 ნოემბრის ამდები არ არის გაანალიზებული და შეფასებული სინამდვილეში რა მოხდა და ასე შემდეგ აი ესე მივდივარ ჩვენ ბრმად და მე საზოგადოება მას რახნას ესე იგი გონია რომ 2003 წელს რაღაცა მოხდა სინამდვილეში არაფერი არ მოხდა რა და იმის პრეცედენტით ითხოვდნენ მე ოპოზიციისგან რომ მოდით აი როგორც 2003 წელს მოახდინეთ რევოლუცია ესე მოხდა და ის კი არის და ყველაფერი გარიგებული იყო მაშინ ამიტომ ეს არის პრობლემა და კი მე მაგათაც რამოც მაყურებელი შემოვიყვანოთ და დრო გვაქვს ვისაუბრებ ის ვენდია ხეთერში ხარ ის გამარჯობა მოგესალმებით და მაპატიეს მე ცოტა ადრე უნდა ყოფილიყავი ეთერში მაგრამ ვერაფრით ვერ დავრეკე აი ძალიან მინდოდა დამერეკა და ვერ დავრეკე მე დედა ვარ გამწარებული სასამართლოში გამწარებული 21 წლის ბიჭ ნიკლავენ ციხეში რასაც ქვია სრული ამ ციხის მნიშვნელობით ბიჭ სასამართლოზე უდანაშაულობის გრძნობა იმდენად შეურაცხყოფილა დიდი თავი სასამართლო პროცესის დროს ყელი გამოიჭრა, ბრიტო გამოიჭრა ყელში. ასეთი მძიმე დეპრესია დაემართა, მოკლეს ცემით ამის გულისთვის, ალბათ ვიღაცები შეეწირნენ მის იმას. აგდია გზანის ციხეში, ვერ გააჩერეს კამერაში უკვე, მის კამერაში პატიმრები პატრონობდნენ. გადაიყვანეს და ყავს იზოლატორი დაქვია იმას. მე თვითონ დამახსენე, დამავიწყდა იმდენად საბნეული ბატონო დავით. ეს არის კარანტინში, კარანტინის იმაში, განყოფილებაში ყავს ახლა გადაყანილი. ხელი ორი კვირის განმავლობაში ბიჭი ვერ ჭამს, ვერაფერს აკეთებს თავისი ხელით. რომ ნახოთ ანგელოზივით შვილს. აქ საშუალება რომ შეხეთ. ბატონო დავით. საშუალება გაქვს რომ შეხეთ. მე შეგხვდებით რუსეთში. არა, კაცო, ბავშვ შეხდით ხელშურ შეხდით. მე ვერ შევხვდი, სასამართლო პროცესზე მოყავთ, ორ კაცი შემოყავდა სასამართლოში. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საიდან გაქვს? ინფორმაცია მაქვს, იქიდან ადვოკატი შედის და ნახულობს ამას. სოციალური განყოფილების მუშაკები თან მათ ურთიერთობა, რა ვიცი, ადვოკატის საშუალებით და ისინი მასწრიან, ბატონო დავით, ინფორმაცია. მე ვერაფრის ვერ მივახოდი. გამოუტანა სასამართლო რომ გადაგზავნილი იქნას ექსპერტიზაზე. ისიც ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო, ნუ დეპრესიული რაღაცები ახასიათებდა წვინის შერყევის მერე, მაგრამ როცა დაიჭირეს იყო სრულიად ჯანმრთელი და ცემით მომიკლეს შვილი ცემით და ერთად ბატონო დავით რომ მეუღლეც არის დაპატიმრებული მას უაღრესად პატიოსანი ოჯახი სამი ვაჟიშვილის დედა ვარ ქუჩაში ვერ გამიშლა მხარს წესიერი პატიოსანი შვილები მე შინია ბიჭები ქუჩაში დადიან მთელი დღის განმავლობაში ველოდები როდის შემოვლენ არ ვიცი ბატონო მიმართეთ რა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართე ბატონი სუბარის ორგანიზაციას მას განცხადება ყველგან დაწერილი მაგრამ რა შედეგია და თქვენ რა გინდათ რომ შველა
ექსპერტიზაზე არ გადააგზავნეთ, ერთი კვირა ელოდებიან, საბუთს რაღაცას არ ვიცი, კვდება, როდემდე გაძლებს და შვილს თუ მომიკლავენ. ვის მოსთხოვ პასუხი, სად მიშველიან, სად იქნება ჩემი საშველი? მე არა ვარ, არანაირად პოლიტიკაში არ ვერენ საერთოდ. მინდა პატიოსთან წესიერი ოჯახი მქონდეს და საქართველოში ცხოვრობდე. ჩემი ნახატა აქ ცხოვრობდე და აქ მინდა ცხოვრება. არ მინდა იტალიაში წასვლა, ბატონო. მინდა წესიერი პატიოსანი ოჯახი მქონდეს და შვილები მყავდეს და მეუღლეს დაპატიმრებულია. უაზროდ, კაც ცხოვრებაში ყვილი არ უთქვა, დეფიციტებით არ უთქვა ყვილი და ვალის გულისთვის, თელ საქართველოს ვალი აქვს. აპატიმრებენ, ბატონო დავით, ჩემი ქმარი დააპატიმრეს ვალის გულისთვის და შვილებს ვეღარ უსწურებ, მე რა ვქნა არ ვიცი. ის მიმართა. ხალბატონო, ოფიციალურად ხე ბატონ სოზარს მიმართეთ? ოფიციალურად ბატონ სოზარს ვერ სახალხო არა. იმიტომ რომ ბატონო დავით, ისე განაცხადი შეიტანეთ სახალხო დაწესებულებას. ისეთი შთაბეჭდილება ხდება, რომ სულ არის ერთი ფარდა, რკინის ფარდა და ყველა ემსახურება. ბატონო დავით, თქვენს მიმართაც ეკნათ მე. მაპატიეთ, აი მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, ერთადერთ მასენსპერტს გიწოდებენ საქართველოში, მაგრამ მე ყველას მიმართ ეჭვმაქვს, იმიტომ რომ ყველგან რკინის ფარდაა ჩავაფარებული და მის მიღმა ჩვენ არავინ არ გვიშვებს. საერთოდ უბრალო მოქალაქეები ვართ განადგურებული. ბატონო, ერთი წამით მესმის თქვენი ემოციური გაწყობა და თქვენული ხარ. თქვენ განაცხადი შეიტანეთ სახალხო დამცველის ოფისში? კი, შევიტანე. კი შეიტანეთ, ნუ არ ვიცი, გვართ იწვით და სულ არის იწვით. არ ვიცი, იმიტომ აი მომისმინეთ ერთი წამით, არ შეიძლება რომ იქ რაღაცა რეაგირება არ მოხდეს. მე ვალდებულები არიან და სახალხო დამცველის ოფისი ყველაფერს სწავლობს და ძირობამდე ჩადის. მე გირჩევთ, მაინც მიბრძანდით, თუკი განაცხადი გაქვს სახალხო დამცველის ოფისში, იმას მაინც გაიგებ, რა მდგომარეობა. მთელი დღე ველოდებოდი სახალხო დამცველის ოფისში, იმ პიროვნებას, ვისაც გადაცემულია ჩემი შვილის საქმე, მაგრამ ახლა არ ვიცი. რა გვარია ეს პიროვნება? მე ახლა ამ წუთში გამოვიწყდა გვარი ჩაწერილი მაქვს, იმიტომ ვეღარ იმახსოვრ რამდენი ინფორმაცია სავში და მოგზაურობ კიდე არ ვიცი ხალბატონო, მე რით გადეხმაროთ, თქვენ რა გაინტერესებს, თქვენ გინდა თქვენი შვილის ჯანმრთელობა გაიგოთ თუ რომ რა? რომ გავიგო კი არა, რომ მოახდინონ, ძილენ, აი და გადაიყვანონ, ეს ვიცი სადაც საჭიროა, გადაიყვანონ და დაუდგინონ ის საფრთხე ექსპერტიზამ, დაუდგინოს, რომ ეს ვიცი საჭიროა, მკურნალობა თუ არ საჭიროა. გასაგებია. ხალხი ხალბატონო, დიდი მადლობა რომ შემოხვედით ჩვენთან ეთერში. არის ბატონო გეგება უბედურება ოჯახი იღუპება ფაქტიურად და ალბათ ბატონი სოზარი მიხედავს მე ეს ვფიქრობ ამაზე, ჩვენ შევეხმიანოთ ბატონ სოზარს ამასთან დაკავშირებით აუცილებლად. ეგრე შეეხმიანოთ თქვენი პარტია. მართლა საერთაშორისო სიტუაცია რა ზახარ. საერთოდ უმძიმეს სიტუაცია, ციხეებში რაც ხდება მოგეხსენებათ აქ ჩვენზე უფრო გარკვეული ხალხი საუბრობს ხოლმე ამას, ამიტომ მას არ შევეხებით, ეხლა თან ერთ იგივე საუბარი უკვე ალბათ ხალხისაცაც მოსაბეზრებელია შემოგვიყვება. უბრალოდ აი ესეა ბატონო გავი, ტრაიკული მდგომარეობა ამ ქვეყანაში და აი ყველა ალბათ ზილდა გადარჩენის გზებს ეძებს. ყველა თავისის მუშაობს, ხელისუფლება საკუთარი თავის გადასარჩენად მუშაობს, პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებაში მოსასვლელად მუშაობს, გარკვეული ნაწილი ქვეყანაზე ფიქრობს და ასე შემდეგ. ეხლა მე უბრალოდ ჩვენ ძალიან გაგვიგრძელდა ზოგადი საუბარი, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალბათ იმაზე, რომ პარტია როგორ ახლა ბატონო დავით, ისიც რა შეა საქმე, რომ ეს იყო ყველაზე ტრაგიკული წელი საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ისტორიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ტრაგიკული წელი იყო, იმიტომ რომ ის რაც ესე იგი ჩაიდინა ამ რეჟიმმა საქართველოს წინამდე, ეს არის წმინდა წყლის ღალატი არის. და მე ის რაც მოაყოლა ამ ღალატს, ესე იგი თავის მართლება, გადაბრალებები, ვითომ რაღაცა სპექტაკლების, რაღაც კომისიების მოწყობა, ვითომ გაკითხვები და რაღაცეები და კონცერტების მოწყობა, ეს ხო საერთოდ გამაგიჟებელია და მე უნდა უხსნას სუყელას რა. მაპატიონ რა, ესე იგი უამრავ არხებზე ახლა მიდის დისკუსიები, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო, სანამ სააკაშვილმა არ თქვა ბოლოს, ესე იგი ფაქტურად აღიარა რომ მე დავიწყეო რა. მანამდე ამ ქვეყანაში მიდიოდა პოლიტიკურ სპეცსა და პოლიტოლოგებს შორის, ესე იგი დისკუსია ვინ დაიწყო ომი. ძმებო და მეგობრებო, თქვენ კაი ხალხო რა. თუ პოლიტიკაში ხარ და პოლიტოლოგიაში